16 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ წინააღმდეგობის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია. მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი შესწორებებით მარტივდება მექანიზმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში საშუალებას იძლევა აკრძალოს კონკრეტული პოლიტიკური პარტია და შეზღუდოს კონკრეტული პოლიტიკოსის საქმიანობა. ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას ამყარებს. EPP რეზოლუციით მოუწოდებს ქართულ ოცნებას გააუქმოს საჯაროდ გამოცხადებული განზრახვა მათი პარტნიორი ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პრემიერი ირაკლი კობახიძე აფასებს როგორც გარკვეული ტექნიკური საკითხების დაზუსტებას. მისი მტკიცებით აკრძალვა მხოლოდ ყოფილ სახელმწიფო პარტიასა და მასთან დაკავშირებულ გაერთიანებებსა თუ პირებს შეეხებათ, რომელთაც ქართული ოცნება კოლექტიურ ნაცმოძრაობად მოიხსენიებს. ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. უკვე დამტკიცებული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის ვიცავთ ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მათ შორის საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას 6 თვის განმავლობაში საზოგადოება ხედავდა, რომ ჩვენი მხრიდან იყო დაცული აბსოლუტურად ყველა სტანდარტი და 6 თვის განმავლობაში ასევე დაინახა საზოგადოებამ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი მოვიდა და ახსნა განმარტებები მიცა კომისიას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დღეში ჩააგდო და რა ზიანი მიაყენა ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2012 წლამდე და შემდგომ ხელისუფლების გადაბარებიდან ოპოზიციაში ყოფნის დროს. ამიტომ ასეთ ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც უკვე განსაკუთრებით ბოლო წლებში აღარც მალავს, რომ უბრალოდ ყველაფერი ქართული ეზიზღება, არაფერი ქართული აღარ უნდა, პირდაპირ ამბობს, რომ რასაც უცხოელები იტყვიან, ის უნდა გავაკეთოთ. ცალფეხსაც დავდგეთ, ტრადიციებსაც ვაგინოთ, უარყოთ ეკლესია, რწმენა და ასე შემდგომ და გავავრცელოთ LGBT პროპაგანდები, როგორც სამწუხაროდ უცხოეთშია, უკვე ბევრგან ბაღებში, სკოლებში და ასე შემდგომ, ეს და მოუწოდოს ქვეყანას, რომ ომში ჩაერთოს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და სანქციების დაწესებაზე საუბრობენ ევროკომისიაში. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო რეპრესიულია. ქართული ოცნება რეპრესიული ზომების მიღებას განაგრძობს. აშკარაა, რომ ეს ზომები შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ. აქამდე ითქვა და ახლაც ვამბობ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას. რა თქმა უნდა, ის რაც ახლა ხდება საქართველოში არ დარჩება შეუმჩნეველი. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე, ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის. ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ყველა იმ მოქალაქის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანი ფორმით იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, არ კარგავს იმედს და არ ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე. ქართული ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ბრძოლას ყველა ფორმით გააგრძელებს და გამოიყენებს ყველა შესაბამის ბერკეტს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ექს-პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან ყველა სცენარისთვის. თუ ვინმეს გონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ან მე, ან რომელიმეს პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობა. ყველამ საკუთარი ეგო, საკუთარი პოლიტიკური ეგო უნდა გადადოს გვერდზე და ერთი მთავარი მიზნისკენ კონცენტრირდეთ. არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგისკენ, არამედ მთავარი მიზნისკენ და დღის წესრიგისკენ, ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. იქიდან გამომდინარე, რომ ოცნება არის არაპროგნოზირებადი რეჟიმი, ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. შესაბამისად ველოდებით პროცესის განვითარებას, როგორ მოხდება შემდეგ ნაბიჯებს, რას გადადგამს რეჟიმი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით
ოცნების რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯების სიმძიმე, თუმცა თუ მას ნაცების გაუქმება სურდა, ქონდა ამისთვის 13 წელი, მაგრამ ეს არ გააკეთა და პირველ რიგში იმ ვითარებაში, რომელშიც ოცნება დღეს არის, როდესაც მისი საპარლამენტო სიის 2/3-ს წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის 2012 წლამდე არსებული რეჟიმის გამოკვეთილი სახეები, ჩემი აზრით, ნაცების გაუქმება და ეს პროცესები უნდა დაიწყოს საკუთარი პარტიის რიგებიდან. 16 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ შესწორებები შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, ასევე საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. პარლამენტში მმართველი პარტიის ინიციატივას მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ამავე დღეს მესამე მოსმენით და საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობაც. წინააღმდეგი აქაც არც ერთი დეპუტატი ყოფილა. დამტკიცებული ცვლილებების შედეგად იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ცეცხლსასროლ ან ცივ იერარქს ადვგათაალებად ნივთიერებას ან პიროტექნიკას არ მოუჩნენ, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება. ამის ნაცვლად პირს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. ჯარიმის კომპონენტი გაუქმებული აქციაზე სახის დაფარვისთვის, წლამდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. თუ კი მანამდე პირი განმეორებით ჯარიმდებოდა ან ეკისრებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა, ამ ქმედებების ხელახლა ჩადენა გამოიწვევს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მესამე და ყოველ შემდგ ჯერზე პირი დაეჟება 2 წლამდე პატიმრობით. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა კიდევ ერთი მუხლი. პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მისი განკარგულებისადმი მესამე დაუმორჩილებლობა დასჯადი გახდა. სასჯელი კი 1 წლამდე პატიმრობა, რეციდივის შემთხვევაში კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.